ქართლმადიდებლურ იკონოგრაფიაში მაცხოვრის მარჯვენა ხელის მდებარეობა ერთ-ერთი ყველაზე მრავალშრიანი სიმბოლოა, რომელიც თავის თავში აერთიანებს ანტიკურ კულტურას, ფინოლოგიურ კოდებსა და ქრისტიანულ თეოლოგიას. მისი გაგებისთვის აუცილებელია ორი ძირითადი ასპექტის განხილვა: ისტორიულ-რიტორიკული და დოგმატური. ისტორიულად ეს ჟესტი არ შექმნილა ქრისტიანულ გარემოში. იგი ნასესხებია რომაული ორატორული ხელოვნებიდან. ანტიკურ სამყაროში მას ადლოკუციო ეწოდებოდა. როდესაც ორატორი ან იმპერატორი ამგვარად აღმართავდა ხელს, ეს იყო სიგნალი საუბრის დაწყებისა და აუდიტორიის მხრიდან სრული ყურადღების მოთხოვნისა. ხატწერაში ამ ფორმის დამკვიდრებით ხაზი გაესვა ქრისტეს როგორც ლოგოსის, სიტყვის და უზენაესი მასწავლებლის სტატუსს. მაშასადამე ხატზე ეს ჟესტი პირველ რიგში ნიშნავს ისმინეთ, რამე თუ უფალი მეტყველებს. ქრისტიანულმა ტრადიციამ ანტიკურ ფორმას ახალი სულიერი შინაარსი შესძინა. თითების განლაგება იქცა ბერძნული ასოების ერთგვარ კომბინაციად, რომელიც ქმნის ქრისტეს სახელის მონოგრამას. საჩვენებელი თითი და შუა თითი ქმნის სახელს იესო. ცერა, არათითი და ნეკიკი იკვრება ისე, რომ გამოსახოს ქრისტე. ამგვარად, მაცხოვარი საკუთარი სახელით აკურთხებს სამყაროს, რაც ხას უსვამს მისი პიროვნების ღვთაებრივ ავტორიტეტს. გარდა სახელისა, ჟესტი ვიზუალურად გადმოსცემს ეკლესიის ორ უმთავრეს სწავლებას. ორი აღმართული თითი მიანიშნებს ქრისტეს ორ, ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებაზე. სამი ურთიერთშეხებაში მყოფი თითი განასახიერებს ერთ არსებას სამების საიდუმლოს. ამგვარად, ქრისტეს ხელის ჟესტი არის უნიკალური სინთეზი, სადაც რომაული რიტორიკული ავტორიტეტი ერწყმის ბიბლიურ კურთხევას. ის მაყურებელს მოუწოდებს არა მხოლოდ თაყვანის ცემისკენ, არამედ იმ სიტყვების ყურადღებით მოსმენისკენ, რომელსაც მაცხოვარი მარცხენა ხელში მოთავსებული სახარებით გვიქადაგებს.